რამდენიმე წლის შემდეგ 2018 და 2017 წლებში ჩემი სიმსივნე აფეთქდა და გაიზარდა 19-ზე 10 სანტიმეტრამდე, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ჩემი ტვინის მესამედი იყო შეჭმილი. როდესაც ტვინში რაღაცას შეჭამენ და ამოიღებენ, ის აღარასდროს აგდგება. ქონდა არაჰომოგენური სიმსივნე, რომელიც შეიცავდა გლიობლასტომის ნაწილებს, რაც ყველაზე აგრესიული სიმსივნეა, რაც კი არსებობს. ეს რეალურად შეგიძლიათ ნახოთ. ჩვენ გაჩვენებთ გამოსახულებას კონტრასტული ნივთიერებით მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიიდან. აქივებში არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, რომ ვინმეს გადარჩენოდა ეს სიმსივნე. ხალხი ცხოვრობს დაახლოებით 1-2 წელი სიმსივნის ზომაზე დამოკიდებულებით, მაგრამ არავინ ცოცხლობს ამაზე მეტხანს. და მას შემდეგ, რაც გულწრფელად თქვით ჩემი ამინ, მკაფიოდ და გარკვევით გავიგონე ძლიერი მძლავრი ხმა, რომელმაც მითხრა, მე აბსოლუტურად არ მოგცემ უფლებას, რომ სამუდამოდ მარადიულად მოკვდე. და დღევანდელ გადაცემაში, რომელსაც ნამდვილად მოუთმელად ველოდები, ძლიმს მოვახერხეთ დატყება. იმიტომ რომ იმდენი თემა იყო, რაზეც მან და მე არაოფიციალურად ვისაუბრეთ. ჩემი სტუმარია ადამიანი, რომელმაც თავის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი, თქვათ, ტრავმა, ტრაგედია გადაიტანა. კერძოდ, მას ჰქონდა თავის ტვინის სიმსივნე, ძალიან აგრესიული სიმსივნე, რომელმაც თითქმის სიკვდილამდე მიიყვანა. მან ღმერთი ნახა და ყოველგვარი შეფერხების გარეშე ახლა მის ისტორიას მოისმენთ. გორან შუშლიჩი დღეს ჩვენთან ერთადაა. გორან, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახე და ამ პოდკასტის ნაწილი გახდი. ვიმედოვნებ, რომ ამ პოდკასტის საშუალებით ღმერთს ვადიდებთ და ეს სხვების გაძლიერებასა და შთაგონებას მოემსახურება. მართლაც, შემიძლია ვთქვა, რომ ქრისტიანულ რწმენაში გავიზარდე. სინამდვილეში ამ რწმენაში დავიბადე და ჩემი ცხოვრება მეტნაკლებად ან საკმაოდ დიდწილად ამ გზით გავატარე. როგორც ქრისტიანი მორწმუნემ, მაგრამ ისე რომ არ მქონია ნამდვილი ღრმა გარდაქმნა და სულიერად ხელახლა დაბადება. 2010 წელს დამისვეს ძალიან სერიოზული თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი. იმ კონკრეტულ დროს სიმსივნე დაახლოებით 4 სანტიმეტრი იყო ზომაში, საკმაოდ დიდი მასა. მამოწვიეს საავადმყოფოში, მაგრამ მაშინ ოპერაცია არ გამიკეთეს და ქირურგიულად არ ამოიღეს, რადგან იმ მომენტში ასეთი სერიოზული ოპერაციის ჩატარებაზე სრულად არ თანხმდებოდი. შედეგად, სახლში ჩემს ოჯახთან დავბრუნდი. ზუსტად მაშინ დავიწყეთ ჩვენ როგორც ოჯახმა გულმხურვალედ ლოცვა ღმერთის მიმართ, რომ სასწაულებრივად განემკურნა ჩემი თავი. ნელ-ნელა, მაგრამ ნამდვილად, ბევრად უკეთ ვიგზენი თავი. თანდათანობით გრძნობდი საერთო მდგომარეობის და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. და შემდეგ, როცა უკეთ ვიგზენი თავი, რაღაცნაირად ღმერთთან კავშირი დავკარგე. და ამას გარდა, მე თითქმის ვიგზენი, თითქოს ეს ღმერთის დამსახურება არ იყო, არამედ ჩემი ჯანმრთელობა ჩემი საკუთარი ქმედებების შედეგი იყო. ბალახეულის ექსტრაქტებზე გადავედი. ხორცი, რძე და ოლაცხოველური წარმოშობის ინდუსტრიული პროდუქტი დავთმე. ვიღავი ჩართული სწორი თერაპიის სიღრმეში, ბუნებრივ კვებაში, ბალახეულის ექსტრაქტებში, ყოველგვარი ყალბი ვიტამინებისა თუ მინერალების გარეშე, რომლებიც სინამდვილეში მავნებელია და დღეს ჯანმრთელობის საკვების მაღაზიებში იყენებენ. ისინი რეალურად აზიანებენ ადამიანის ორგანიზმს. ჩვენი ორგანიზმი მხოლოდ მცენარეული ნივთიერებების ათვისებას ახერხებს, მხოლოდ იმ პრეპარატებს, რომლებიც ნამდვილად სხვადასხვა მცენარის ექსტრაქტებია. და მაშინ ისინი ისე მუშაობენ, როგორც საჭიროა. აქ ბევრი რამ არის საფქმელი, მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდები. მაგალითად, როგორ გრძნობდით თავს 2010 წელს, იმ კონკრეტულ წელს. იმ პერიოდში რაიმე მნიშვნელოვანი თავის ტკივილი ან დისკომფორტი ხმარ გქონდათ? ეს იყო მუდმივი თავის ტკივილი, რაღაც ტიპის მიგრენები? როგორ მიხვედით იმ წერტილამდე, რომ თქვით, აი, მინდა ექიმთან წასვლა და შემოწმება? კი, საკმაოდ მოულოდნელად გონება დავკარგე და მაშინ სასწრაფო დახმარების მანქანით მაშინვე საავადმყოფოში წამიყვანეს. და იქ გამოკვლევისას აღმოაჩინეს, რომ ტვინში საკმაოდ დიდი სიმსივნე მქონდა, დაახლოებით 4-დან 5 სანტიმეტრის ზომის. შემდეგ კი მაშინვე უნდათ ყველაფერი მთლიანად ამოეძირკვათ, მაგრამ საბედნიეროდ ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ კატეგორიულად გააპროტესტა და საბოლოოდ ამის უფლება არ მისცა. ასე რომ ფრთხილად გამიხსნეს თავის ქალა. და ამის შემდეგ მაშინვე დაურეკეს ჩემს მეუღლეს და გულწრფელად სთხოვეს, რომ მისცეს ნებართვა ყველაფრის სრულად ამოღებაზე. მან მტკიცედ უარი თქვა, ამიტომ ძალიან ფრთხილად დამიკერეს და უბრალოდ იქ დამტოვეს. და მათი სამედიცინო შეფასებით თითქოს მე შეგნებულად ავირჩიე, რომ არ მინდოდა სიცოცხლე გამეგზელებინა, რაც ძალიან მძიმე და ღრმა გაცნობიერება იყო. და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. და შემდეგ დავიწყე. ანუ მანამდე ბევრ ხორცს და არაჯანსაღ საკვებს სჭამდი.
მას შემდეგ აბსოლუტურად მცენარეულ საკვებზე გადავედი. მხოლოდ მცენარეულ პროდუქტებს ვიღებ და ხორცსა და სხვა ყველაფერს აღარ ვჭამ. შემდეგ თავს ბევრად უკეთ გრძმონდი. იმ პერიოდში საავადმყოფოში ყოფნისას და შემდეგაც მუდმივად ვლოცულობდით ღმერთს, რომ განვეკურნეთ და გადაგვერჩინა. როგორც უკვე ვთქვი და როცა უკეთ გავხდი, სულ უფრო ხშირად მავიწყდებოდა, რომ ჩემი ჯანმრთელობა მისი ჩარევის შედეგი იყო. და ნახევარი წლის შემდეგ საერთოდ შევწყვიტე ლოცვაც და სწავლაც. სინამდვილეში 1 წლის განმავლობაში მაპატიეთ და უცებ ისევ საავადმყოფოში აღმოვცვი. დადგინდა დიაგნოზი. 1 თვით ადრე შემოწმებაზე ვიყავი. მარცხენა მხარეს მქონდა სიმსივნე და 1 თვის შემდეგ, რადგან ეს ყველაზე ავთვისებიანი სიმსივნეა, რაც არსებობს, საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, აღმოაჩინეს, რომ ტვინის მეორე მხარეს კიდევ 3 გაჩენილიყო. ერთ-ერთი იყო 2, ძირითადად 1 სანტიმეტრი. ფაქტობრივად მთელი თავი თითქმის შეჭმული მქონდა. ძალიან კარგად მახსოვს ეს ყველაფერი. საავადმყოფოს პერსონალმა საკმაოდ ნათლად მითხრა, რომ უბრალოდ ვერ დამეხმარებოდნენ. მითხრეს, რომ სინამდვილეში სახლში უნდა წავსულიყავი და საყვარელ ოჯახთან საბოლოო გამომშვიდობებისთვის მომზადებულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ვერ ვეკონტაქტებოდი ვერავის, ნახევრად გონება დაკარგული ვიყავი, ასე ვთქვათ, სიმბოლურად რო ვთქვათ. და მერე იყო შაბათის შუადღე. ზაფხულის პიკი იყო დაახლოებით 40 გრადუსი ცელსიუსით. ჩვენ სახლის ზედა სართულზე ვიყავით და ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, რომ ჩემი გამოჯამთელებისთვის ელოცათ. ცაზე არც ერთი ღრუბელი არ იყო და უცებ ლოცვის დროს ისეთი ძლიერი ქუხილი დაიწყო, რომ ყველა შეშინდა, ფიქრობდნენ რა ხდებოდა, იქნებ სამყაროს დასასრულიაო, იმდენად ხმა მაღალი იყო. და უცებ თავის სრულიად კარგად ვიგრძენი. ავდექი ძალა დამიბრუნდა. და შემდეგ წავედით საავადმყოფოში მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის MRI გასაკეთებლად და იქ დადგინდა, რომ ყველა ახალი წარმონაქმნი გაქრა, თითქოს არც არასდროს არსებობდა. მთავარი სიმსივნე მარცხნივ ის არ შემცირებულა, მაგრამ ის რის გამოც სიკვდილის პირას ვიყავი გაქრა, რაც ნიშნავს, რომ ღმერთმა პირდაპირ შექმნა ჩემი ტვინის ის ნაწილი. 2010 წელს დადგინდა, რომ ტვინში სიმსივნე ჰქონდათ, დაახლოებით 5-დან 6 სანტიმეტრის ზომის. ამ პერიოდში, როცა ამის შესახებ გაიგეთ, გადახვედით მცენარეულ დიეტაზე. ზუსტად ასეა. სწორედ ასე. რამდენ ხანს იყავით ამ მცენარეულ დიეტაზე? რამდენ ხანს იცავდით ამ მცენარეულ დიეტას? კარგი 1 წელი ვიყავი ამ დიეტაზე. მაგრამ ბოლო 2-3 თვეში დისციპლინა დავკარგე და დავიწყე ჩვეულებრივი ადამიანებივით ჭამა, ისევ ხორცის გარეშე, მაგრამ არა ჯანსაღად. და ასე, სულ 2 თვის განმავლობაში, როცა ჯანსარი დიეტა და ღმერთი მივატოვე, ისევ ავად გავხდი. რადგან თუ ადამიანი ღმერთს არ აქებს, არ ადიდებს და მადლიერებას არ გამოხატავს, ეს ნიშნავს, რომ ღმერთი მიატოვა. და შემდეგ, ამის შემდეგ, ასე ვთქვათ, ისევ დაუბრუნდით იმ გულწრფელყვების წესს, რაც ადრე გქონდათ. ჰუდა. როცა ღმერთმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა, ისევ სწორად დავიწყე ცხოვრება. მაგრამ ასევე იყო, როგორც თქვა, სწორად და ზუსტად საკმაოდ ღრმა მდგომარეობაში, რაღაც განსაკუთრებული გრძნობის მდგომარეობაში. მერყეობის. მე ხევ საკმაოდ არასტაბილურ ხაზზე ვიყავი. ნამდვილად სტაბილური არ ვიყავი. მოწესრიგებულად მუშაობდი ღმერთისთვის და მუდმივად ვაფრთხილებდი ხალხს, მაგრამ ეს სრულყოფილებაში არ იყო. და შემდეგ, რამდენიმე მნიშვნელოვანი წლის შემდეგ, კონკრეტულად 2018 ან 2017 წელს, ჩემი სიმსივნე აფეთქდა და გაიზარდა 9-დან 10 სანტიმეტრამდე ზომამდე. ასე რომ, ჩემი ტვინის მესამედი პირდაპირ შეჭმული იყო და როცა ტვინში რაღაც იჭმევა და ამოღებულია, ის ვეღარ იზრდება უკან, რადგან უჯრედები, ნერვული უჯრედები, ისინი არ იზრდებიან. ისინი არ მრავლდებიან. ასე რომ, თუ ამოიღეს, ამოიღეს. როდის იყო ეს? რომელ წელს მოხდა ეს? 2018-ში. და 2018 წელს ეს იყო თქვათ ჩემი გარდამტეხი წერტილი, ხო ასეა? მითხარი, პირად ცხოვრებაში გეშინო და სიკვდილის. ვფიქრობდი ამაზე. რა აზრები გიტრიალებდა ყველაზე ხშირად მაშინ თავში? ხო, იმ ბოლო წამებში, სანამ ასე ვთქვათ სიკვდილი დადგებოდა, რაც ასე უნდა მომხდარიყო, ღმერთთან ყველაზე ახლოს ვიყავი. ამ კონკრეტულ და რთულ პერიოდში, იმ წლებში მქონდა მართლა ძალიან მძიმე ეპილეფსიური შეტევები, რადგან ჩემი ტვინის საკმაოდ მნიშვნელოვანი მესამედით თლიანად იყო ჩახშობილი. ტვინი ასეთი წნეხის ქვეშ იყო, სიმსივნემ, როგორც ნახავთ სურათებზე, რომელსაც მოგვიანებით გაჩვენებთ, ტვინის მეორე ნახევარი 2 სანტიმეტრით ან მეტით გადასცია. რა თქმა უნდა, ეპილეფსიური შეტევების სხვადასხვა წყარო არსებობს.
თუნდაც სულიერი ბრძოლის კონტექსტში, როცა ორი მხარე ებრძვის ერთმანეთს, მაგრამ თუ რაღაც ანატომიურად არის გამოწვეული, როგორც ჩემს შემთხვევაში იყო, მაშინ ეს უკვე იმ ასპექტს აღარ ეხება, არამედ პირდაპირ ტვინის ქსოვილის განადგურებას. და იმ უზარმაზარი წნეხის გამო, რომელიც ტვინის დანარჩენ ნაწილზე მოდიოდა, დაახლოებით 2-3 მტანჯველი სანტიმეტრის სისქით, ეს იმდენად საშინელი იყო, თითქოს ვიღაც განზრახ გიყრის 220 ვოლტიან ელექტროკაბელს, არა უბრალოდ 12-ს. მაგრამ სრული 220 ვოლტი პირდაპირ ხურში და გულწრფელად რო გითხრათ, ვერც კი შევძლებს სათანადოდ აღწერო ეს სრულიად წამებადი და აუტანელი შეგრძნება. თუნდაც სიძულვილით სავსე ყოფილიყავი და მართლა მდომოდა ასეთი ტანჯვა სხვას მიმეყენებინა, ამას არასდროს ვისურვებდი არავისთვის, არც კი ჰიტლერისთვის. ასეთი წამება იშვიათად თუ განიცდება. ქონდა საუბარი ხალხთან, მაგრამ არავის გამოუცდია ასეთი საშინელი შეგრძნებები. როგორც 220 ვოლტიანი მავთული, რომელიც ელექტრობას ატარებს შენში და პირდაპირ გგლეჯს. იმ მომენტში სიკვდილს ებრძოდი და პირდაპირ მის დასასრულს უყურებდი. დიახ. როგორი იყო ეს პერიოდი? ღმერთთან არასდროს ყოფი ვარ ასე ახლოს. ასე რომ იმ ღმა სიკვდილის წინა მომენტამდეც კი. შეიძლება ორი სრული თვით ათხე, როცა უკვე წარმოუდგენლად სუსტი და დაუძლურებული ვიყავი, მხოლოდ 20 ან 30 ნაბიჯ ძლივს დგამდი. ყოველდღე ვგრძნობდი, როგორ ხდებოდი სულ უფრო და უფრო სუსტი. მაგრამ ღმერთთან იმდენად ახლოს ვიყავიო, სიკვდილის პერსპექტივა საერთოდ არ მაშინებდა. ერთადერთი რაც მაწუხებდა, იყო ჩემი საყვარელი ცოლისა და ძვირფასი შვილის გამო, რომლებსაც უკან დავტოვებდი. მაგრამ ჩემთვის მე არანაირი შიში არ მქონია. ვგრძნობდი, რომ გადარჩენილი ვიყავი. ღმერთთან ისეთი ღრმა ერთობაში ვიყავი, რომ სიკვდილიც კი აღარ მაშინებდა. რადგან ვიცით, რომ როცა იესო მალე მოვა ჩვენს თაობაში, ის აღადგენს ყველა თავის მორწმუნეს, ვინც მიიღო იგი და მისი ნებით იცხოვრა. ერთგვარად ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ნაწილი, მაგრამ ამავე დროს გრძნობდი, რომ ეგოისტური იქნებოდა მხოლოდ საკუთარი თავისთვის დამეცვა ხსნა ასეთი ღრმა ერთობით, მაშინ როცა ამდენი ადამიანი დედამიწაზე სამუდამოდ დაიღუპებოდა. და სწორედ ამიტომ, როცა იქ ვიწექი ღრმა ლოცვა შევწირე ღმერთს, თუ ეს მისი ნება იქნებოდა, მოეხდინა სასწაული, რადგან ეს განკურნების საკითხი არ იყო, არამედ ტვინის შექმნის, რადგან ჩემი ტვინი უკვე შეჭმული იყო. ოჰო, ასია. მოდით ეს დავაზუსტოთ. ერთი წუთით. როდესაც ავთვისებიანი სიმსივნე იმ ეტაპამდე მიდის, როგორც თქვენთან მოხდა იმ ბოლო კრიტიკულ დღეებში, უბრალოდ არ არსებობს ეფექტური მკურნალობა. სამწუხაროდ ყველაფერი ასე რჩება და ადამიანი გარდაუვალ სიკვდილს არის განწირული. ჩემი სიმსივნე ძალიან ავთვისებიანი იყო. არსებობს კეთილთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც კიბო არ არის, უბრალოდ ტვინში წარმონაქმნია და ადამიანები მათთან ერთად დიდხანსაც კი ცხოვრობენ. ზოგჯერ ოპერაციაც კი შეიძლება ჩატარდეს. მაგრამ ჩემი სიმსივნე მესამე და მეოთხე ხარისხის იყო და ერთგვაროვანი არ ყოფილა. რას ნიშნავს მესამე და მეოთხე ხარისხი? არსებობს სიმსივნეების 4 ხარისხი. პირველი ხარისხი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც უბრალოდ ნაწიბურივითაა და ქირურგიულად შეიძლება ამოღება. თუ დროულად მოხდება ოპერაცია, გადარჩენა შესაძლებელია, მაგრამ რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით უფრო შეუძლებელია პაციენტის განკურნება. მე მქონდა არაერთგვაროვანი სიმსივნე, რომლის ნაწილებში გლიობლასტომაც იყო. ეს ყველაზე აგრესიული სიმსივნეა, რაც კი არსებობს. ახლა ნახავთ სურათს, სადაც გამოსახულია კონტრასტული ნივთიერებით გამოკვეთილი ადგილი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიიდან. ასე რომ განსაკუთრებით თეთრი უბნები იყო და არქივების მიხედვით ასეთი სიმსივნით ჯერ არავინ გადარჩენილა. ადამიანები დაახლოებით 1-დან 2 წლამდე ცოცხლობენ. სიმსივნის ზომაზე დამოკიდებულია, მაგრამ ამაზე მეთხას არავინ ცოცხლობს. მართლა, მოდი უბრალოდ გავაგზელოთ ამბავი. მოკლედ 2018 წელს შენ მარტო იწექი საძოლში. რა ლოცვაში ისწირე ღლეთს? როგორი იყო ეს? ხანგრძლივად ვლოცვობდი. იმ მომენტში საათი არ მქონდა, მაგრამ მინიმუმ 1 საათი მაინც უნდა ყოფილიყო. იქ კიდევ ერთხელ იმ წმინდა სივრცეში თავდაბლად ვაღიარე ჩემი ყველა ცოდვა ყოვლისშემძლე ღმერთთან და გულწრფელად გამოვხატე სურვილი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად მას მიუძღვნა. სინამდვილეში მე ბიზნესში ვიყავი, ეკონომისტი ვიყავი და მწარმოებელთან ერთად დიდი აუდიო ტექნიკის საწარმო დავაარსე, რაც კიდევ უფრო მეტად მაშორებდა ღმერთს. ამიტომ უბრალოდ ღმერთს უნდა დაეშვა ეს ყველაფერი და მის გვერდით ყოფილიყავი და მის გვერდით დავჩენილიყავი. მაგ ლოცვაში ღმერთს ყველაფერზე ვთხოვე. ვთხოვე, რომ აპატიოს მისგან განშორება, იმ ბიზნესში ჩართვა და ყველა ის საქმე.
და ვაღიარე მის წინაშე ყველა ის ცოდვა, რაც ცხადად მახსოვდა და გულწრფელად თხოვე მისი ღვთიური მიტევება. და თუ ეს მართლაც მისი წმინდა ნება იყო, როგორც ადრე ვთქვი, რომ ჩაეტარებინა ნამდვილი სასწაულებრივი ჩარევა. იმისთვის, რომ შემეძლოს გადამწყვეტი სასწრაფო გაფრთხილების გზავნილი მივაწვდინო მთელ კაცობრიობას, რათა ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩეს იესოს დიდებულ დაბრუნებამდე. და როცა საზეიმოდ თქვი ამინ, მკაფიოდ გავიგონე გამორჩეული, ხმამაღალი და ძლიერი ხმა, აბსოლუტურად არ დაგთავ ნებას სამუდამოდ მოკვდე. რატო სამუდამოდ? იმიტომ რომ იესო ჩვენს სიცოცხლეში მოდის. უბრალოდ შეხედეთ ამ სიღრმისეულ კრიზისებს, რომლებიც ახლა მთელ მსოფლიოში ვითარდება. ეს დამთგუნეული დიქტატურა, რომელიც თანდათან ღრმავდება პირდაპირ ჩვენს თვალზე. ხალხი დაბრმავდა, რადგან ეს მელმელა ხდება. მაგრამ თუ ბოლო 20 წელს შეხედავთ, ადამიანების ფსიქიკა შეიცვალა. მათი მენტალიტეტი აღარავის უნდა ვინმესთან საუბარი. უბრალოდ მობილური ტელეფონია. მთელი დღე უბრალოდ მობილს უჭირავს და კითხულობენ. ამიტომ ყველაფერი შეიცვალა. უმორალობა ისე ექსკლუზიურად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, რომ ეს გაუგებარია. მხოლოდ 20 წლის წინ ასეთი ღრმა ცვლილება სრულიად წარმოუდგენელი იყო. მაგრამ როგორც ყოველთვის ვამბობ, რადგან სამწუხაროდ ამას ყოველდღე ვიღებთ მცირე მზაკრული დოზებით, უბრალოდ ვეღარც კი შეგვიძლია სრულად გავიაზროთ ის ღრმა და შემაშფოთებელი დაცემა, რომელიც კაცობრიობაში სამწუხაროდ გაჩნდა და ფეხი მოიკიდა. გასაგებია. ანუ თქვენ გულწრფელი ლოცვა აღავლინეთ ღმერთთან, რომელიც დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა. და რა ხდება შემდეგ, ამ მნიშვნელოვანი ლოცვის შემდეგ? ხოდა, მე სავადმყოფოში ვიწექი და პირველი საინტერესო რამ ის იყო, რომ უცებ უცხო ადამიანები, სხვა პაციენტები მოდიოდნენ ჩემთან და მეკითხებოდნენ, შეეძლოთ თუ არა ღმერთზე რამე მოესმინათ. და ის იმ ქვეყანაში ხდებოდა, სადაც იმ დროს ცხოვრობდი. ეს არის ათეისტური ქვეყანა, ღმერთისგან ძალიან დაშორებული. უნივერსიტეტამდე ჩემი პირველი სამსახური იყო რენტგენის ტექნიკოსად. და მე ვმართავდი დეპარტამენტს, სადაც იყო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ტომოგრაფია, ასე რომ ძალიან კარგად ვიცი, როგორი ატმოსფეროა სამედიცინო წრეებში. და იმ გარემოში ღმერთზე საუბარი შეუძლებელია, მაგრამ საინტერესოა, რომ დაახლოებით 30 ადამიანი მოვიდა ჩემთან, როცა იქ ვიწექი, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. ყველა მათგანი სიმართლის წყურვილით იყო სავსე და მე შევძელი თითოეულ მათგანს სიმართლე მეთქვა. რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა იყო ის, რომ ყველა იმ ადამიანიდან, ვისაც შევხვდი, ექიმებიდან დაწყებული, ჰიგიენაზე პასუხისმგებლებით დამთავრებული, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, რატომღაც ჰიგიენაზე პასუხისმგებელ ადამიანთან ჰქონდა. ჩემი ცოლის მეშვეობით მან დაიწყო ჩემზე კითხვა. მართლა ძნელია გაიგო, როცა სრულიად უცნობი ადამიანი სხვებს ეკითხება შენზე და შენთან კონტაქტის დამყარება უნდა. შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე შორეულ ადგილას გავატარე და სამწუხაროდ იმ კონკრეტულ ქალს შეხვედრის შანსი აღარ მომეცა. მეც იქით წავედი და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შორს ვიყავი, მან მაშინვე დამიძახა. გორან, შეგიძლია რამე მართლა ღრმა მითხრა სიმართლის, ღმერთის, იესოს შესახებ? გულისხმობ, ისეთი დაუჯერებელი სასწაულები ხდებოდა. და იმ სავადმყოფოში ხალხი რწმენას უბრუნდებოდა. ისე რომ მართლა შოკში ვიყავი, რადგან მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია. ყოველთვის სწავლობდი ბიბლიას და იესოს დაბრუნებამდე ბოლო ჟამს, მაგრამ ასეთი ძლიერი და ინტენსიური ღვთისმოქმედება არასდროს მინახავს. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ დღესაც ინტენსიურად მუშაობ ღმერთისთვის და სასწაულები მუდმივად ხდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მე ზუსტად ისეთ უცნაურ და აბსოლუტურად დაუჯერებელ გარემოებებში, რომლებიც არც რეალისტურია და არც შესაძლებელი, როგორღაც მაინც მოვახერხე და იმ კონკრეტულ ადამიანს მივწვდები. შემდეგ დამირეკეს, რადგან იყო ძალიან უბედური ქალი, რომელიც ნელ-ნელა კვდებოდა აგრესიული კიბოთი, რომელმაც მთლიანად მოიცვა მისი მუცლისარე. ყველაფერი, თითოეული ორგანო სრულიად გამქრალი იყო და ეს მართლაც საშინელი და გული ამაჩუყებელი სანახავი იყო. შესაბამისად, მე და ჩემმა საყვარელმა მეუღლემ ვესტუმრეთ მას, გულმხურვალედ ვილოცეთ ერთად და დიდხანს ვისაუბრეთ ღმერთზე, ღრმა და მარადიულ ჭეშმარიტებაზე. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს კლინიკის პალიატიურ განყოფილებაში, სადაც იმყოფებიან ადამიანები, რომელთაც სიცოცხლის ბოლო ეტაპი აქვთ. ჩვენ ვილოცეთ და მე კიდე მყავს ჯუფი. შემიძლია ბმულიც კი გამოგიგზავნო, რომ შემოგვიერთნე Facebook-ზე და ონლაინ. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენი ლოცვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ქალი პალიატიური განყოფილებიდან გაწერეს, თავს უკეთესად გრძნობდა ვიდრე ოდესმე. ახლა კი ის ჩვენთან ერთად ერთვება ჯგუფურ ლოცვებში. ასეთი რამეები ჩვენ ხშირად გვემართავება.
დიდება ღმერთს. აი ეს იყო ჩემი ღმერთთან ურთიერთობის შედეგი. თუმდაც 2018 წლამდე სხვადასხვა ეტაპზე ვემსახურებოდი მას, მაგრამ მას შემდეგ ჩემი მთელი ცხოვრება მთლიანად მას მიუძღვენი. შედეგად ძალიან ბევრმა ადამიანმა ნამდვილი ღმერთი იპოვა. არა ჩემი ძალით, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ჩემი გონება ღმერთს მიუძღვენი. რათა მას ჩემით ეთქვა ის ღმა სიტყვები არა მე თვითონ, არამედ მისი ღვთიური ხელმძღვანელობით. იდება ღმერთს. მინდა ცოტა უკან დავბრუნდეთ თქვენს გამოცდილებაზე. როცა ღმერთს ის საათიანი ლოცვა წაუკითხეთ, რა მოხდა კიბოსთან დაკავშირებით? რა თქვეს ექიმებმა? როგორ გამოიყურებოდა შემდგომში ანალიზები? როცა საავადმყოფოში ვიყავი, ისევ გამიხსნეს ჭრილობა, ხო იცით რომ ენახათ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. შემდეგ ისევ დახურეს. დაახლოებით სანტიმეტრი და ნახევარი ქსოვილი ამოიღეს ანალიზისთვის, სადაც მხოლოდ ის დაადგინეს, რომ მეოთხე სტადია იყო. ეს ნიშნავს ყველაზე ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც საერთოდ არ არსებობს არქივებში. მილიარდობით ადამიანში ყოველთვის შეიძლება იყოს ვიღაც, ვინც რაღაცას გადაურჩა. ზუსტად ისე როგორც იაპონიაში ბომბებთან იყო, არიან ადამიანები, ვინც 400 მეტრზეც კი გადარჩნენ. მაგრამ ნორმალურ პირობებში სამედიცინო არქივებში არ არსებობს ჩანაწერი, რომ ვინმეს ეს გადაერჩინოს. რადგან ეს უფრო სწრაფად მიმდინარეობს და არც ბუნებრივი თერაპიებით. მე ბუნებრივი თერაპიის მხარდამჭერი ვარ მცენარეული ექსტრაქტებით და არა იმ სოვეტ ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც ბიომაღაზიებში იყიდება, სადაც ხალხი უბრალოდ ფულს შოულობს. მაგრამ იმ მაღაზიებში ეს ექსტრაქტებიც არის. მაგალითად, კალციუმის ექსტრაქტი მზადდება ოკეანეში არსებული ერთ-ერთი მცენარისგან და აუცილებლად უნდა იყოს ცოცხალი ნივთიერებიდან მიღებული, რადგან შემდეგ ყველაფერი წვრილად დავქულია. რაც მინდა ვთქვა ისაა, რომ მე უჭერ მხარს იმ კლასიკურ მცენარეულ მედიცინას, რომელიც ბევრად ღრმაა ვიდრე ის, რაც დღეს გვაქვს, სადაც ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული. მაგრამ რო დაუბრუნდეთ თავდაპირველ კითხვას, იმ მართლაც გასაოცარი გამოცდილების შემდეგ ძალიან სწრაფად ავდექი საწოლიდან და ეფექტურად მოვაგვარე ყველაფერი. ხალხი გამუდმებით მირეკავდა, ჩემთან საუბარი უნდოდათ მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ მათ საწოლებში ვიცექი. მათ შორის იყვნენ ერთგული მედდებიც, რომლებიც ოთახში შემოდიოდნენ ჩემს ანახავად. ეს ყველაფერი მართლაც საკმაოდ საინტერესო იყო და უდაოდ დასამახსოვრებელი დრო. და მერე არ ვიცი, ექიმებს არ ჯეროდათ, რომ ასე საოცრად კარგად ვიყავი. ამიტომ ცოტა უფრო დიდხანს დამტოვეს, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. მაგრამ კარგ 10 დღეში ოფიციალურად გამწერესთან მაშინვე სახლში წავედი ჩემს მოსიყვარულე ოჯახთან ერთად, თავს ბევრად უკეთ და შვებულად გზნობდი. იმ დროს მთის სოფელში ვცხოვრობდით და 10 კილომეტრიან სეირნობაზე წავედით ბორცვებში. და მანამდე 10 მეტრსაც ვერ გავდიოდი, მაგრამ ღმერთის სასწაულის შემდეგ 3 საათზე მეტხანს ვსეირნობდი ბორცვებზე ზევით და ქვევით. ღმერთმა მართლაც წარმოუდგენელი სასწაული მოახდინა. აი ეს შემიძლია ვთქვა და ყველა ექიმი მეთანხმება. მხედავდნენ საუკეთესო ექიმები, რადგან ვერ ხვდებოდნენ რა მოხდა. ერთმა ექიმმა მითხრა, იცით ბატონო, ღმერთი არ არსებობს და სასწაულები არ ხდება. ახლა რაღაცას გეტყვით. რადგან თქვენი სიმსივნე გაქრა, სინამდვილეში ის არ გამქრალა, რადგან უბრალოდ ვერ გაქრება. უფრო სწორად, თქვენს სხეულს სამჰაუმა გადაახვია და უჯრედებს შორის დამალა. ღმერთი არ არსებობს, სასწაულები არ არსებობს, ასე რომ ეს უბრალოდ ევოლუციური შესაძლებლობაა. ამიტომ სხეულმა იპოვა გზა, რომ ეგ ტვინი გადაეხვია ისე, რომ ფუნქცია შენარჩუნებულიყო. ვგულისხმობ იმას, რომ ექიმებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან ისინი უკიდურესად განათლებულები არიან და ორჯერ მეტ სწავლობენ, ვიდრე ჩვენ, ვინც ჩვეულებრივი დიპლომი ავიეთ. მაგრამ როგორც ექიმმა, ადამიანმა თავისი გონება უნდა გამოიყენოს, რადგან ფარმაცევტული ინდუსტრია მართავს უნივერსიტეტების პროცესს და სტუდენტებს ცრუ ინფორმაციით ავსებს, რათა მათი წამლები გაიყიდოს. მაგრამ ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ექიმები აუცილებელია ბუნებრივ მედიცინაშიც. ბევრი ადამიანი ყავს, ვინც უკიდურესობაში გადადის და ამბობს, რომ საერთოდ არ გჭირდება ექიმები. ნამდვილი ბალანსი არის ორივე მხარის გამოყენება და გაფილტრვა. ზუსტად ეს მოხდა სინამდვილეში. ექიმები საკმაოდ გაოცებულები იყვნენ, ზოგმა მართლაც აღიარა სიმართლე და იმ ჯგუფიდან ერთ-ერთი ექიმი. ის ჩვენი სალოცავი ჯგუფის მნიშვნელოვანი წევრი იყო დიდი ხნის განმავლობაში. ახლა, როცა ექიმებზე ვსაუბრობთ, გამახსენდა, რომ მყავდა მეგობარი, რომელთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა.
ის იყო ექიმი, რომელსაც საკუთარი ბუნებრივი მედიცინის პრაქტიკა ჰქონდა და ძალიან ოფიციალური სამედიცინო პროფესიონალი იყო, მაგრამ ის ჩართული იყო New Age-ის რელიგიაში, სადაც გამოიყენებოდა მეთოდები, რომლებიც მეორე მხრიდან მოდიოდა. შემდეგ კი საოცარი გზით ღმერთმა დაგვაკავშირა მისი დედის მეშვეობით, რომელიც ათეისტი იყო და ჩემს განკურნების გამოცდილებაზე ჰქონდა გაგონილი. შემდეგ მასაც უნდოდა რომ მის შემთხვევაზეც გვესაუბრა, მას ჰქონდა როგორ ქვია ამას? ეს არის დაავადება, როცა ნერვები ნადგურდება და მალე ვეღარ დადიხარ. სულ უფრო და უფრო სუზდები. ბოლოს ვეღარც პირს აღებ და კვდები. ფაქტობრივად ეს განუკურნებელი დაავადებაა, არ არსებობენ ადამიანები, ვინც მისგან გამოჯამთელებულა. და მაშინაც კი ღმერთი მას იცავდა, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ჩვენ შეგვხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის New Age-ში იყო ჩართული, მისი დაავადება საკმაოდ ნელა ვითარდებოდა 10-დან 15 წლამდე წლის განმავლობაში, რაც უჩვეულოა, მაგრამ ღმერთი ამზადებდა მას, რადგან იცოდა, რომ ის სიმართლეს გაიგებდა. შემდეგ ის ჩვენს ჯგუფს შემოუერთდა და მოგვიანებით, ახლა დეტალებში არ შევალ, მაგრამ ძირითადად ბევრს საუბრობდით სიმართლეზე, რელიგიაზე და მასე შემდეგ. ბევრი დაბრკოლება ივა. სატანა ცდილობდა შეეჩერებინა იგი, მაგრამ ახლა ის ძალიან ერთგული ქალია ღმერთის მიმართ. და სულ ახლახან 2-3 თვის წინ ყველაფერი მოიხს. ის ფიზიკურად ნორმალური გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ნერვები განადგურებული იყო, ყველაფერი აღდგა და ახლა 78 წლის ასაკში ისე დადის როგორც თინეიჯერი. იდაბა ღმერთს. მითხარი იმ დროიდან, რაც ილოცე სრულ გამოჯამთელებამდე, რამდენი დრო დასჭირდა ამას? ეს ერთ ხამეში მოხდა, ლოცვის შემდეგ მაშინვე, თუ იყო პერიოდი, როცა ნეუმელა გაქრა. შეგიძლია გაიხსენო? ხო, როგორც თქვი, მაშინვე ავდექი და ძალა და ყველაფერი დამიბრუნდა, მაგრამ ალბათ 1 ან 2 წელი დასჭირდა ყველაფერს, რომ დაალაგებულიყო, თვინში დაგროვილი სისხლის ნალექები, რომ გასუფთავებულიყო და ყველაფერი. მაგრამ უნდა ვთქვა, არ მგონი არო ვიტყუებოდე. ღმერთმა ცოტა სუსტი დამტოლა. ამიტომ დღესაც კი, მაგალითად, როცა მოციხულ პავლეს შევადარებთ, ბოლომდე ძლიერი არ ვარ. მან სამჯერ ილოცა ღმერთთან, რომ ის სცენი თავიდან მოეშორებინა. და იესომ უთხრა მას, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, საკმარისად თხოვე, აღარ მთხოვო ამაზე. ხშირად ღმერთი ტოვებს ადამიანებს ტანჯვაში, რომ ამ პარტავნები არ გახდნენ. როგორც მენეჯერს შეიძლება მქონდა მიდრეკილება ამ პარტავნებისკენ და სწორედ ამიტომ დამტოვა ღმერთმა ასე. მან ყველგან წამიყვანა, მაგრამ საბოლოოდ თავისთან და სიმდაბლეში მომიყვანა. მაგრამ მე და ჩვენ ყველამ ყოველთვის უნდა ვილოცოთ ღმერთთან, რომ ჩვენი უარყოფითი თვისებები ისევ არ განვივითაროთ. რა თქმა უნდა, მითხარი მთელი შენი ავადმყოფობის, შვებულების, სირთულეებისა და გასაჭირის პერიოდში რა გადაიტანე? რას გიჩვენათ ღმერთმა მთელი ამ გამოცდილების განმავლობაში? სიყვარული. როგორ ცხოვრებას ეწეოდიო დღე? იმას? იცხოვრე ჩვეულებრივი მოქალაქის საშუალო ცხოვრებით. არ ვიყავი ჩართული დანაშაულში ან რაიმე განსაკუთრებულ ბოროტებაში. მაგრამ საქმე ისაა, რომ ღმერთის წინაშე ხშირად დამნაშავეები უფრო ახლოს არიან მასთან და ხსნასთან. ვიდრე ისინი, ვინც გაციუდნენ, ვინც იცნობენ ღმერთს, მაგრამ გაციუდნენ, როცა ამას უყურებთ. მოდით გავიხსენოთ ქურდი, რომელიც იესოს გვერდით იყო ჯვარზე. ის გადარჩა, მაგრამ ყველა ის ებრაელი, ვინც მას მოკლა, ვინც ღმერთთან ახლოს იყო, არ გადარჩენილა. ამიტომ ღმერთი ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ცოდნის მიხედვით განსაზღვრავს. და რადგანაც მე მქადაგებლების შვილი და შვილიშვილი ვიყავი, ქრისტიანი მქადაგებლების სხვებზე მეტი ვიცოდი და ღმერთი ცოდვას ცოდნის მიხედვით ზომავს. ამიტომ ისინი, ვინც არაფერს იციან, ვისაც ღმერთის არსებობის შესახებაც კი არ სმენია, გადარჩებიან მათი ხასიათისა და იმ ცოდნის მიხედვით, რაც ჰქონდათ. მაგრამ რაც უფრო ღრმაა ჩვენი ცოდნა, გარკვეულწილად უფრო დაცულები ვართ. რადგან რაც უფრო ღრმაა ჩვენი ცოდნა, მით უფრო ახლოს ვართ ღმერთთან და მით უფრო დაცულები ვართ, მაგრამ ამავდროულად უფრო მეტი პასუხისგებლობაც გვაქვს. ზუსტად ასეა. მას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ცოდნა გადარჩენის პირობა არ არის, მაგრამ ის ეხმარება. სატანა, როცა ცოდნა გვაქვს, უფრო ადვილად შეიძლება მიგვიყვანოს New Age-ში ან სხვა მრავალ რამეში. თქვენ ცხოვრებაში, მოდით ასე ვთქვათ, იმ მნიშვნელოვან ავადმყოფობამდე უკვე გქონდათ შექმნილი წარმატებული კომპანია, წარმატებული ბიზნესი და ასე შემდეგ, ხო ასია? მართლა ურჩევთ ადამიანებს, რომ აქტიურად ჩაერთონ მეწარმეობის რთულ სამყაროში, რათა თავიანთი გონება მთლიანად დაკავონ ამ მოთხოვნადი და ჩართული საქმეებით? რამდენად შორს უნდა წავიდეს ადამიანი, რომ ეს ყველაფერი არ იქცეს კერპად მის ცხოვრებაში?
ბიზნესი თავისთავად ცოდვა არ არის, ასე ვთქვათ. ადამიანებს ცხოვრება და ფუნქციონირება სჭირდებათ. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხია, რა არის ჩვენი ცხოვრების ცენტრი? სად არის ჩვენი ფიქრები? და თუ ჩვენ ვქნით ბიზნესს, სადაც დღეში 15 საათს მუშაობთ, უკვე აღარ შეგვიძლია ამის გაძლევა. უნდა ვაღიაროთ, ანუ გულწრფელად რო თქვა, ვერც კი ვიტყვი, რომ ახლა სრულიად წმინდა და მართალი ვარ, რადგან როგორც ადამიანები, მუდმივად ვიზრდებით და ვითარდებით. რადგან იესოს დაბრუნებამდე ჩვენ უნდა ვიყოთ წმინდანები. ერთ დღეს შეიძლება ამ ასპექტზეც ვისაუბროთ. მაგრამ აზრის ძაფი დავკარგებ. არი ბარდო, თავისუფლად ჩაერთე საუბარში. უბრალოდ დააკაკუნე, რომ შეწყვიტოს ვიბრაცია. რია? თუ უბრალოდ გაიმეორე კითხვა, ჩემი ტელეფონი გამიფანტა ყურადღება. დიახ, ურჩევთ ადამიანებს, რომ წამოიწყონ საკუთარი საქმე და რა დონემდე შეიძლება მივიდეს ეს, სანამ თქვათ კერპად არ იქცევა თქვენს ცხოვრებაში. კარგად ჩანს ძველ აღთქმაში, რომ დედამიწაზე ყველაზე მდიდარი და წარმატებული ადამიანი იმავდროულად ყველაზე ერთგული და ღვთისმოსავი იყო. ასე რომ აშკარაა, რომ სიმდიდრე თავისთავად გადაულახავი ბარიერი არ არის ხსნის მისაღწევად. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც იესო თავად ღრმად ამბობს, მხოლოდ შედარებით ცოტა მდიდარი ადამიანი ახერხებს ნამდვილად ზეცის სამეფოში შესვლას. ჩვენ ვერ შევძლებთ გავიაროთ, როგორც აკლემი ვიწრო კარიბჭეში. ეს ნიშნავს, ჩემი აზრით, ბიზნესი მხოლოდ მაშინ არის ბიზნესი, თუ ღმერთი გვიძღვება და გვმართავს, მათ შორის საქმეშიც, და ჩვენ მას ვეჭიდებით, რომ როცა ვმუშაობთ, ლოცულობთ და ვთხოვთ გვაჩვენოს, რა უნდა გავაკეთოთ აქ. გაუტყუებთ ჩვენს ბიზნეს პარტნიორს, ვიქნებით არაკეთილსინდისიერები, მოვიპარავთ რაიმე ფორმით. მაგრამ ესეც არ არის თავარი. მათავარია რა დგას ჩვენი აზროვნების ცენტრში. თუ ხედავთ, რომ ბიზნესის გამო ამას ვერ შევძლებთ, რომ დილით გაღვიძებისას მინიმუმ 1 საათი ვილოცოთ, თუ ვგრძნობთ, რომ ვჩერდებით, რომ ბიზნესის სტრესმა ჩვენი ძალა წაგვართვა, რომ აღარ გვაქვს ენერგია ავდგეთ და 1 საათი ვილოცოთ დილით და საღამოს ძილის წინ, ეს ჩვენთვის უნდა იყოს ნიშანი, რომ ეს ღმერთის ნებით არ ხდება. შენ სრულად განიკურნე იმ დამოცდილებისგან. დღეს 2025 წელია და ვთქვათ, დაახლოებით 4 ან 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერს თავი დააღწიე. ასეა? შეიძლება უფრო მეტიც კი. ეს იყო 20-18 წელი. არა, ახლა 20-25-ია. ეს არის 8-9 წელი. ახლა როგორ გზნობ თავს? ჯერ ამ მაყურებლებს ეს ძალიან დაინტერესებთ. გაქვს თუ არა ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც იმ პერიოდიდან გადმოყვა? კი, თავს უფრო სუსტად ვრძნავთ. გულისხმობ იმას, რომ როგორც მე ვიტყოდი, არც მოციქული პავლე ვარ და არც წინასწარმეტყველი. უბრალოდ რო სწორად გამიგოთ. ერთადერთი დრო, როცა ღმერთის ხმა ნათლად გავიგონე, იყო მაშინ, როცა მან განკურნა. მას შემდეგ ნათელი ხმა აღარ გამიგონია. ხალხო, ხშირად შემიმჩნევია, რომ სატანა ხშირად ჩურჩულებს. ხშირად ჩვენი საკუთარი ფიქრებიც კი, რომლებიც გგონია თითქოს ვიღაცამ რაღაც გვითხრა, თითქოს ვიღაც გვესაუბრება, სინამდვილეში შეიძლება უბრალოდ ჩვენი ფიქრები იყოს. ამ ხრივ მართლა ძალიან ფრთხილად უნდა იყო. აი ეს შემიძლია თქვა. იგივე ჩემს გამოცდილებაზეც ვრცელდება. ასე რომ, ღმერთი გვიძღვება და როცა მასთან ახლოს ვართ, საბოლოოდ მის სიტყვებსაც ვისმენთ. მაგრამ სატანას ზღვარს გვიწესებს. მოდით გავიხსენოთ მაგალითად ის გარდამტეხი მომენტი, როცა როგორ ერქვა აბრაამის პირდაპირი შთამომავალი ესავის ხაზიდან იაკობი, როცა მან ცნობილი ბრძოლა გამართა იესოსთან, წმინდა ბიბლიაში პირდაპირ წერია, რომ ეს ანგელოზი იყო. მაგრამ ერთ განსაკუთრებულ და განჭრიახ ტექსტში მართლაც კარგმა და პატივსაცემა ავტორმა ეს ძალიან ცხადად აღწერა. ზუსტად იმავე დროს სატანა თავად ეშმაკურად ჩურჩულებდა მის ზურგს უკან, მუდმივად ეუბნებოდა ისეთ რაღაცებს, როგორიცაა ამ ბრძოლაში ვერასდროს გაიმარჯვებ და ასე შემდეგ. ცდილობდა ეჭვისა და სასოწარკვეთის თესლი დაეთესა მის გონებაში, ან გაემარჯვა და სიძულვილი დაებადა. უბრალოდ რო ვთქვათ, ზებუნებრივ სამყაროსთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან სწორედ იქ არის სატანა ყველაზე მეტად წარმოდგენილი. შემიმჩნევია, რომ ბევრ მოძრაობაში, რომელიც სიმართლისკენ დაიწყო სვლა, სატანა მაშინ რო ჩნდებოდა იქ და საბოლოოდ ისინი კიდევ უფრო მძიმე განდგომილებაში ვარდებოდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ. სრულიად სლორია. ახლა მცენარეულ დიეტაზე ხართ და სხვებსაც ურჩევთ მცენარეულ დიეტას? დღესდღეობით მცენარეული დიეტა აუცილებელია. ხოლო ერთ რამეს ვიტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად გულისხმობ ამას, ცხოველურ პროდუქტებს არ ვიღებ. დღევანდელი მცენარეები, განსაკუთრებით თუ საკუთარ ბაღში, საკუთარ მიწაზე არ ზდით, ძალიან გამოფიტულია. და ამავე დროს იძულებულები ვართ კვერცი მივიღოთ.
კვერცხი ნამდვილად ერთადერთი ცხოველური პროდუქტია, რომელიც შეიცავს არა მხოლოდ ხორცს. ეს არ არის უბრალოდ რაღაც მომწიფებული, არამედ აბსოლუტურად ყველაფერს შეიცავს, რაც სიცოცხლის შენარჩუნებითვისაა საჭირო, რათა სრულყოფილი არსება სრულად განვითარდეს მისგან. ასე რომ, იქ სრული კონცენტრაციაა. თუ ერთ დღეს დევნა დაიწყება, არ გამიკვირდება, თუ მაშინ მათი გაზდა მოგვიწევს, მაგრამ ეს ცალკე უნდა დავტოვოთ. ასე რომ, კვერცხის გარდა ჩვენი რაციონის 99% მცენარეულზე უნდა იყოს დაფუძნებული. და მაგალითად, პური უნდა გამოვაცხოთ საჭმელად. მტერმა სინამდვილეში პური დღევანდელი კვების ყველაზე მომწავლელ ნივთიერებად აქცია. დღევანდელ ხორბალში კი მისი გენეტიკური სტრუქტურა შეცვლილია, ამიტომაც ის უკიდურესად საშიში გახდა. მაგრამ ყველა სახეობა, მაგალითად ემერი და სხვა, თუ ისინი მზადდება მხოლოდ მშრალი საფუარით და არა ცოცხალი საფუარით, მაშინ შეიძლება. და ისე უნდა გამოცხოს, რომ პურში ხრელები იყოს და მთლიანად გამომშრალი იყოს. საუკეთესოა თუ ერთ დღეს დავტოვებთ. ეს არის ჯანსაღი კვების ერთ-ერთი საფუძველი და ასე შემდეგ. ამაზე ახლა არ შევჩერდები, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ბევრი დრო დამიხარჯავს. პირადად მეც. რა თქმა უნდა. მაგრამ თუ შეგვიძლია ცოტა უფრო ვრცლად აუხსნათ ხალხს, დღეს როგორ გგზნოთ თავს, სრულად ჯამთელი ხარ თუ კიდევ გაქვთ რაიმე დარჩენილი შედეგები ამისგან? ეს მაინტერესებს. კი, ყველაფერს გაკეთება შემიძლია. სიგნებსაც ჩა. ფიზიკურ სამუშაოშიც მონაწილეობ. ხშირად ძალიან დიდ მანძილზე ვმართავ მანქანას, მაგალითად 600 კილომეტრს ერთ მიმართულებით, რაც საკმაოდ დიდი გზაა. ჩვეულებრივ მუშაობას ვახერხებ, მაგრამ გონია, რომ მაინც აღარ ვარ ისეთი, როგორიც ადრე ვიყავი. ცოტა. სუსტი. სისუსტეს გარკვეულ დონეზე ვგრძნობ და ამისთვის ღმერთს მადლობელი ვარ. რადგანაც მართლა ასეა, ეს მდგომარეობა, როგორც მოციქულ პავლეს მაგალითში, მუდმივად მტოვებს ღრმად თავდაბალ მდგომარეობაში. რომ არასოდეს გამختარიყავი ამპარტავანი და საბოლოოდ არ დავშორებოდი ღმერთს. მადლობა ამისთვის. მოდით ვთქვათ, ერთ-ერთ ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვან კითხვად, რას ეტყოდით თქვენ, რომელმაც მართლაც განიცადა ასეთი ღრმა ტრაგედია და უდიდესი ტკივილი ცხოვრებაში, ერთ მნიშვნელოვან ასპექტში, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა რთულ მდგომარეობაში არიან, მძიმე ავადმყოფობას ებრძვიან. თქვენ მოგცემ სიტყვას, რომ მათთვის გზავნილი გააგზავნოთ. ერთი რამ შემიძლია თქვა. ღმერთი, როგორც უკვე ვახსენეთ, მოქცევისა და ხსნის შესახებ დასმული კითხვის კონტექსტში, ჩვენგან ელოდება იმას, რომ ჩვენი წილი შევასრულოთ, რაც შეგვიძლია. ანუ, ღმერთი აფრიკაში შავკანიან ადამიანებს, რომლებსაც არაფერი აქვთ, კურნავს ისე, რომ მათგან არაფერს ითხოვს, რადგან ისინი ასეთ მდგომარეობაში არიან. მაგრამ ჩვენგან, სადაც რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, ღმერთი ელოდება, რომ ჯანსაღ კვებაზე გადავიდეთ და მცენარეული ექსტრაქტები გამოვიყენოთ. მაგრამ ისინიც კი ვერ კურნავენ სერიოზულ დაავადებებს. აი, სწორედ აქ არის საჭირო ღვთის დახმარება. მაგრამ ჩვენი მხრიდან უნდა დავთმოთ ხორცი, ალკოჰოლი, ყავა, სიგარეტი, მავნე ნივთების შავი და მწვანე ჩაი. ასე რომ, ყველა არაჯანსაღი რამ ჩემს გვერდზე, სხვათა შორის ძალიან გირჩევდით თქვენს. მაქვს ორი სპეციალური გვერდი და ჯგუფი Facebook-ზე და ინტერნეტში. და იქ მარტივად იპოვით სრულყოფილ განყოფილებას ჯანსაღ კვებაზე. არსებობს დეტალური წიგნი, რომელიც გულდასმით შევადგინე რამდენიმე პატივსაცემი ავტორისგან, სადაც საფუძვლიანად არის ახსნილი ჯანმრთელობის ყველა ძირითადი პრინციპი, მნიშვნელოვანი ამონაწერები, რაც ნამდვილად საჭიროა და ასე შემდეგ. ფიქრობ, შეგიძლიათ ეკრანზე დაწეროთ ეს? შეგიძლიათ მიიგებთ ამას. ყველაზე მთავარი არის ჯანსაღად კვება. გარკვეულ დაავადებებში, მაგალითად, არსებობს 20-ჯერ კონცენტრირებული საკმაზის ექსტრაქტი. მოკლედ, ჩვეულებრივი საკმაზის ექსტრაქტი ჯანმრთელობისთვის კარგია, მაგრამ არ კურნავს. თუ ამ მძიმე დაავადებებში, როგორც თქვენ ახსენეთ, მიიღებთ მაღალ კონცენტრაციას, შესაძლებელია განკურნება. ამიტომ აუცილებელია ჯანსაღი კვება, მაგრამ ასევე სპეციალური საშუალებები, რომლებიც ჩემს მიერ მომზადებულ წიგნშია შეტანილი. და როცა ეს ყველაფერი მიიღება, შესაძლებელია ჯანმრთელობის დაბრუნება თუნდაც ბოლო სტადიებზე. დანარჩენს ღმერთი აკეთებს. რა თქმა უნდა. ანუ თქვენ ასევე გვირჩიოთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენადაც შეგვიძლია? ყველაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. ყველაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული და ლოცვა ღმერთთან მუდმივი მინდობა მას და ესეც. ახალი დაბადება და ეს თავისთავად ვლინდება. შემიძლია მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა ვინმეს.
თუ ხედავ ადამიანს, რომელიც გძულს, რომელიც გესხმის თავს, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესშიც ზიანს გაყენებს და შენს გიჩნდება სიძულვილი მის მიმართ, ეს უნდა იყოს სიგნალი შენთვის, რომ დაიწყო ლოცვა ღმერთთან, რათა მოგცეს გულში სიყვარულის სავსება. იმისთვის, რომ როგორც იესომ შეიყვარა თავისი მტრები, ჩვენც უნდა შევიყვაროთ ჩვენი მტრები. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავიხაროთ ჩვენი მტრების წინაშე, მაგრამ არ უნდა გძულდეს ისინი და თუნდაც ყველაზე დიდი მტერი მოგვადგეს, უნდა დავეხმაროთ. გორან, უზომოდ დიდი მადლობა, რომ ამ საოცრად ღირებული პოდკასტის ნამდვილი განუყოფელი ნაწილი იყავი. და თუ შეიძლება, სითამამით ერთი ბოლო ღმა კითხვა დაგისვათ. ღმერთმა აშკარად გადაგარჩინა იმ ძიმეს ნეულებისგან, რათა სინამდვილეში ამ სამყაროში ნათელი სხივი ყოფილიყავი. ფიად გაუზიარო იდი და მისი ღვთიური სიტყვა სხვებს, თუ ეს შენი ბოლო გულწრფელი სიტყვა იქნებოდა დედამიწაზე. რას ეთხოვდით ადამიანებს, რა ღრმა გზდავნილს გადასცემდით ყველას? ღმერთი გიყვართ, იესო გიყვართ. არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე ღმერთმა მამა და მისმა ძემ იესო მოგცა.